ოპოზიციური ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიის წევრები თვეების განმავლობაში დადიოდნენ და შეხვედრებისას საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მიცემის წინააღმდეგ, ასე ვთქვათ, ლობირებდნენ და პირდაპირ ყველა ამ შეხვედრაზე, როგორც გითხარით, ეს ევროპარლამენტარები იყო, კომისიის ბიუროკრატი წარმომადგენლები თუ ასე ვთქვათ, ექსპერტები, ყველა გამოხატავდა იმ პოზიციას, რომ აბსოლუტურად გაუგებარი და აუხსნელი იყო, როგორ შეიძლება, რომ ასე ვთქვათ, იმ პერიოდისთვის წამყვანმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელსაც გაცხადებული ქონდა პროევროპული განვითარების მხარდაჭერა და ამ ქვეყნის პროევროპული განვითარების, ასე ვთქვათ, ძალისხმევის მხარდაჭერა, რომ საკუთარი პოლიტიკური მიზნების გამო ქვეყნის მოსახლეობისთვის ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების, როგორც არის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, ეს გადაწყვეტილება დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს არის პერიოდი, როდესაც ასე ვთქვათ, სასტორის სპინაზე დევს ჩვენი ხალხისთვის უვიზო მიმოსვლის უზრუნველყოფა ევროკავშირში. ანუ გადაწყვეტილების ერთ-ერთი ნაწილი, როგორც კი კომისიის გადაწყვეტილების მიღმა გადის ევროპარლამენტზე. ანუ პოლიტიკოსებზე. და ჩანს, რომ ამ დროს ამ განცხადების უკან დგას მათი პარტნიორი პარტიის მხარდაჭერის სურვილი, რომ ეს ძალისხმევა, რომელიც მთავრობას ჰქონდა, არ გადაითარგმნოს შედეგში და ეს არ აისახოს, ასე ვთქვათ, მმართველი პარტიის გაძლიერებაში.